დილამშვიდობის ჩემო გოგოებო, ნახეთ, ჩემი სარეცხია აქ და აი ნახეთ, ხო ჩანს. ეხლა უნდა ავკრიფო. წინც კლავს ისევ. მოგიყვებით ყველაფერს. ნახეთ, აი აქ უნდა გაკეთდეს მე მგონი ძალიან ლამაზი სკვერი. ქვემოთ ნახეთ თუ საბავშვო ბაღი, არ ვიცი. ის მორჩნენ. უცბად აშენებენ ბინებს, თო უცბად. აი ეს იყო მე მგონი მარტო აშენებული, ჩვენ რო გადმოვედით. ამთავრებდნენ და რა ვიცი, ხალხი შესახდა, ჩვეულებრივად ცხოვრობენ და რავი რა, ძალიან მალე აშენებენ ბინებს. წინც კლავს აქ არა, ჩემი ამინდი და რა გავაკეთო, მზე არის ჩემი ამინდი და სითბო. მაგრამ ჰაერი კარგია. დილამშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? დილით ხო გაჩვენეთ ეხლა რაც ხდება გარეთ, როგორი ამინდია და 4 დღე ასაცმელი მაქვს გარეთ, გაფენილი. და სველდება, ეხლა ავკრიფე მაინც. და შემოვიტანე, იმიტომ რომ არ გაშრება გარეთ. 4 თუ 3 დღეა და თან კიდე ჭირდება უკვე რაღაცები დამიფიქროდა და თუკები მჭირდება რომ გავფინო კიდე. გავრეცხო. რაც არის ეგრე ახლა. წინც კლავს. ხო და რო გადავიხედები ხოლმე გარეთ დილით და რო დავინახავ რომ ჩემი ამინდი არ არის. იმ წუთში ვზრუნავ რომ როგორ მოვიყვანო სახში განწყობა. ჩემთან როგორ მოვიყვანო და როგორ შევიქმნა განწყობა, რომ არ მეზარებოდეს ყველაფერი. ხო და ყავადამლიოთ, თან უკვე პირველი საათია. გვიან მოვედით ეს თქვენთან. და რომ მას თქვენი მოწესრიგდი და სარკეში რო ჩავიხედე, ცოტა მომივიდა განწყობა, რომ ვიდეო გადავიღო. ჭახალზე მომწერეთ გუშინ, რომ ქინძი უხდებაო, ხო და ეხა შოკოლადიც მომიყვანს განწყობას. ქინძი უხდება, ვიცი ეგ. ტყემალთან ერთადაც ხო უხდება, სულ აკეთებდით ხოლმე ჩვენ ტყემალთან ერთად, მაიონეზთან არ აკეთებდი რაჭი. მაგრამ არა მქონდა ქინძი. და ნიურითაც ისეთი გემრიელი გამოდის, რომ მართლა ქინძი კიდე უფრო გაახალისებდა და მოუხდებოდა. ესენი გამრეცხე, რაღაცები მქონდა. მოვალაგე. ხის კობს ვეძებდა. ისთვის. აი ჩამიდია. ავას გავლევ. ვერ მიშევფიქრობ რომ გავაკეთო. მათ ეს ვაჭამო. ესე ეს მაგან გამოდიოდა ვიკაცა ესე და ნაგავი ესე ეჭირე გარეთ ხელით გარეთ ეჭირე ეს ნაგავი
ხედა კალყოფილი იყო კიდე ცოტა და დარჩენილი. დილით ხოც ადამიანს რაღაცა აზრები რომ მოფრინდება ხოლმე რა თავში. უცბად და საიდან რომ მოფრინდება იგიც თუ არ იცი. გამახსენდა იცით რა. რა აზრი მომიფრინდა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ხალბატორმა ესეთი რაღაცა მითხრა. ამას ხო შევცვლით ჩვენ სულ ეს ვარ გვექნება ეს წლის გამართლებით, მაგრამ ყველას ხმა აქვს. აზრი არ აქვს იმასაც ექნება ხმა, მაინც. რა ვიცი რა, ძალიან ცუდი ხმა არის ეს ხმა. ნავეცადო ხოლმე რომ ვიდეოში არ გამოჩნდეს. გარდა მართლა მარტო იმიტომ რომ ყავისთვის წყალი მცირე თუ მოუშვებ პრინციპში არც ეგ არ ექნება. და ერთმა ქალბატონმა ესეთი რაღაცა მითხრა. ჟანაო, ეგ სახლი გაყიდეო. რო ის უნდა გააკეთო ეგ, მაგას რაც იყიდეო იმის იმდენიო ფული უნდაო ზეთ, რომ დაახარჯო, რომ შიგნითო კარგად კომფორტულად იქცნო თავიო და გაყიდეო და იყიდე პატარაო და გადადი პატარა სახლში. და ჩემი მაშინდელი ემოციაც გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა. და ფიქრი. და რა ვიფიქრე? მე გოგოებო, გამოცდილი მაქვს ვიწროთ ცხოვრება. მაგიტო წავედი ხიდის თავში. თორე ალბათ რა ვიცი, ამ ხელაფინა რომ მქონოდა შეიძლება არ გადავსულიყავ, ძალიან ვიხუთებოდით უკვე რა, ვერ ვეტეობ. 40 კვადრატიც არ იყო. და ესეთი რაღაცა ვიფიქრე. მირჩენია აღვიცხო და ფართობი მქონდეს, ვიდრე გაკეთებულ ბინაში გადავიდე პატარაში. რო ვარჩევდით ჩვენ ამ ბინას, მე მარტო ის კი არ ვნახე, 1-5 ბინა ვნახეთ. გაკეთებული პატარა ბინებიც ვნახეთ ამ ფასში. სულ გაკეთებული. ერთი ბინა ვნახეთ. ყველაფრთან ავეჯით, ტექნიკით, ყველაფრით ამ ფასში. მიხურე ახლა გამყინე კაცო. აი რამდენი ხანი უნდა გქონდეს ღია ახლა. მე ზამაინც უნდა გითხრა ხო რომ. შეიძლება რას ეძებ ახლა ვერ მიშელი უნდა მოგიხარშო და ისიც არის რა ქვია. კოკაკოლა. კოკაკოლა საჭმელია? კი, ძალიან ვერ მიშელი და არა ძალიან მეალი საჭმელი. ხელებზე უკოცინი ხომე სულ. უმედე და გეტყოდეთი კომიცი გაგცა. კოკაკოლას როს ავეფრა? საჭმელია კოკაკოლა? კი. ხოქშია. კი. მერე? გავაროვე. და მანამდე კოკაკოლა, ხო?
აი ესე. ამას ერთი წუთი თავს ვერ დაანებებ, ხოლმე დაიწება. ხო და მაგას გიყვებოდით გოგოებო. თვითონ ეს ქალბატონი ძალიან პატივცემ, ძალიან კარგი პიროვნება აქვს. ცხოვრობს 36 კვადრატიან ბინაში და ერთოთახიანში. ერთი შვილი გათხოვილი ყავს. ერთი გოგო ყავს აქ. და ქმარი. ანუ მათ გაზარდა რა ბავშვები. 36 კვადრატია, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გაკეთებული ჟანაო მიოყოფილა, მაგრამ ანუ ისეთი სიმყუდროვიაო ჩემს სახლშიო და ისეთი კომფორტიაო და ისეთი ის არისო, რომ აი არ ვიციო ვეგეტყვიო რა და ძალიან ძნელიაო მაგალითად ჩემთვისო დიდ ბინაში რომ გადავიდეო მეო ახლა და გასაკეთებელი იყოსო, ანუ ვერ შეველებიო მეო მაგ ყველაფერსო რა, მაგ კომფორტსო და რა ვიციო ხო არ გიჩემნიო, კი მოგივაო ეგეთიო რა, 40 კვადრატიანიო, იყიდიო შეენცო და მაგის ფაშიო კარგად გაკეთებულსაც იყიდიო და ხო არ გინდაო ეგეთიო, მოიფიქრეო და არა, მე არ მინდა ეგეთი. არავითარ შემთხვევაში მაშინვე ვიფიქრე, რომც ვერ გავაკეთო, იმის მერე კიდე ჩვენ რაღაცები გავაკეთეთ. მართლა რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სახლი. ჯერ რაც ჩვენ აქედან გავიტანე. მაგით ვარკიდულობენ ხოლმე კიდე ძვლებინებს, რომ რაც აქედან ნაგავი გავიტანეთ, გოგოებო, ცოტა გადარჩა რაღაცები, აი ეს არის, ახლა შემოსაგდები, აი ეს. იქით ხოს უმოხსენით, ყველგან ჩვენ ესეთი ისინი ჩორჩოები. ეგ არის და კიდე არის ვანაში ნახევარი კედელი ჩამოსაყრელი და მაგის ისიც იქნება გასატანი. всё, მოვჩი ჩვენ აქედან ნაგვის გატანას და ეხლა ფიცრის აყრა არ გვინდა და ფიცარიც რო იყოს დასაყრელი ზოგიერთად ფიცარს აწყრის და გააქვთ და რა ვიცი ერთი სახლის ფული გუჯდებაო ნაგვის გატანა. ადრე ერთმა გოგომ მითხრა არავითარ შემთხვევაში ძველი ბინაო. არავითარ შემთხვევაში ბინას ეძებდნენ და გამოცდილება მაქვს ერთი ვიყიდეთო ეგეთიო. ჩემ მშობლებმაო და ძალიან ძვირი დაგვიჭდაო ნაგვის გატანაო და მართალია ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ ჩვენს აქედან. ძალიან ბევრი. ამას დავადებ ახლა. ესე დავას. ეს ნახეთ რა კარგად მოუხალე. ესე გემრიელად მიირთმევენ ჩემი ბიჭები, ხო მაგას. არ მინდა გაკეთებული პატარა სახლი, დიდი მიჩემია და გასაკეთებელი იყოს. თუმცა გაკეთდება. გასაკეთებელი არ იქნება. მთავარია რას დააყენებ პირველ ადგილზე. აქაც. თავში, გონებაში. პრიორიტეტულად როგორ გადაანაწილებ შენ პირველ ადგილზე რა არის შენ ცხოვრებაში, მე მომდევნო ადგილებზე რა დგას. და ისე მიდის ყველაფერი. აბსოლუტურად.
ფაქტიურად კარკასი ვიყიდეთ, ეგრე გამოვიდა. მაგრამ იცით რა არის, კარკასი რომ ეყიდა ახალბინაში, მე იქვე ვიცხოვრებდი. და გამოდის რომ თულად ეგეთი კარკასი არ ვიყიდეთ. და 2-3 წელი რო ქირა იხადო, კი იცით რა არის, ხო, ქირა. ანუ რო დავბრუნდე 3 წლის წინ ისე ამბინეს ავირჩევინე. არ ვიყიდიდი პატარას და გაკეთებულს. ისე ვიყიდიდი ამას და 2 წელი, 3 წელი არ არის. და ისე მამიდას გავივიდი, ისე გავაკეთებდი ყველაფერს, როგორც ვაკეთებდი. ყველაფერი კარგად იქნება. თავარია დავგეგმოთ. Samsung-იო 45-იო მეგატექნიკაში მომწერეს მგონი 800 ლარი ღირსო და არა მგონია. ეგ იქნება დაბალი მეხსიერებით. და მე ისე დავიღალე, რომ ვიდეოს ვერ ვიღებ ნორმალურად, რომ ვერ იტევ ჩემი ტელეფონი და წარამარა მეტიშება ხოლმე, რომ არ ვიყიდი დაბალი მეხსიერები, ან 200 ლარი მიჩემია დავამატო. Ashtes. იმ შოკოლადის ყიდოს უარ მომწონს, მე ყიდა ესეთი 4 ცალი მომივიდოდა და 4-5 დღე გვაყოფოდა. რა ჭამს. Თქვენ როგორ იზავდით გოგოებო? პატარა სახლით ჩემიათ გაკეთებული თუ? ანა იკითხვა. არა. რედეკია შეგეკითხოთ, ჯობია ესე. ჩემ ადგილზე რას საუბრობთ?
ანუ პატარა სახში გადახვიდოდით უფრო გაკეთებულში თუ ამას ნელ-ნელა გააკეთებდით. და ეს ნელ-ნელა უკვე მესამე წელი დაიწყო. ნელ-ნელაობაში. მესამე წელი დაიწყო ნელ-ნელაობაში. მე რომელსაც რავი, სულ ამაზად მქონდა ხოლმე სახლი გაკეთებული, მაგრამ მოვიდომეთ თბილისი და ეხლა მე რო ეს სახლი გავყიდო და გორში წავიდე. ვიყიდი ძალიან მაგარ სახლს. ამ ხელას შეგაკეთებულს ყველაფერს არ მივარ. გორში ხო გავიზარდე. არ მინდა გოგოებო, არ ვიძახი საწყენად, ვინც იქ ცხოვრობს, ვისაც უყვარს, ვისაც მოსწონს იქაურობა, მე საწყენად არ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ანუ იმედენი ვიწვალე უკვე აქ. იმხელა იმედენი ენერგია და ისშავდე, თუნდაც მოთმინება, რომ აღარ წავალ უკან, არ არსებობს. და თავიდან არ დავიწყებ მაგ ყველაფერს. თორე გორი განაცვდიო, მაგას კი არ ვიძახი, მე ძალიან მიყვარს. არა სიმღერას ჩავთავ და სუხიტაშვილის სიმღერას ვუსმენ ხოლმე გორზე. და ხანდახან ტირი ვარ ხოლმე, ციმემლები მომდის ხოლმე. და იქ თან იმიტომ არ წავალ, რომ გვაქვს ჩვენ გორში ბინა და ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე, დავრჩე და აი რისთვის ხო? რისთვის? თორე ძალიან მიყვარს, ჩემი ქალაქია და რა ვიცი, ძალიან მიყვარს გორი. და სითბოა იქ, სხვანაირი თითქოს, მაგრამ ანუ რო გავყიდო სახლი და უკან წავიდე და იქ ვიყიდო გაკეთებული და ყველაფერი მომივა, 3 ოთახიანსაც ვიყიდი ალბათ გაკეთებულს, მაგრამ ანუ არ წავალ. ჩემი სამიანია ეს ბინა 3 ოთახიანებში ითვლება. პატარა ოთახია მესამე, მაგრამ ფანჯარას ყველაფერი. პატარას კარგი მესამე. ჩვენი დიდი სპანაა და ერთი პატარა. ანუ უბრალოდ მივიყვან მომწონს მიაკ, ძალიან მომწონს. თბილისი მიყვარდა ყოველთვის და რაც გულით გინდა ის გისრულდება. თორე გია მეუბნებოდა ხოლმე წავიდეთო. არ მინდა არსად წასვლა. აი მე მაგალითად სადმე წასვლა არ მინდა სხვაგან. სად ვარ გარეთ გულისხმობ რა? არ მინდა. აქ მინდა, აქ მომწონს, აქ მიყვარს. რამდენიმე მომწერეთ გოგოებო, დიდი მადლობა. შენი მშობლებიო ჟანა როგორ არიანო? დედიკო და მამიკო როგორ აკყავსო? კარგად არიანო, რთული პერიოდი რაც გქონდა ჩვენ ერთად გადავიტანეთ თითქმის მე 8 თვე იქ ვიყავი რა, ძალიან რთული პერიოდი იყო ეგ და გადავიტანეთ, გადავლახეთ, ორივე კარგად არიან. ეხლა მე ვერ ვახერხებ ჩასვლას, რაღაცნაირად ჩემი ისინი მაქვს. მინდა რომ ჩავიდე. სულ კლინიკებში დავდიოდი, ხო იცით. ეხლაც არ მოვჭი ბოლომდე, კიდე რაღაცეები არის. რაღაცა პრობლემები არის რა, მანქანასთან დაკავშირებით გიააგვარებს, ძველი მანქანა ხო ყავს ჩვენ წითელი და ხო და ნუ ეს რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ვეღარ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ ჩემი ძმა სუჩადის წარა, მაგრამ იქ არის რავი მიდის და მეც მინდა იქნება ჩავიდე. წავიდე დავგეგმო და ალარისასთანაც ხომ მინდა წასვლა. ვფიქრობ, რომ აი ეგ ყველაფერი ჩემი ისინი მოვაგროვო პასუხები ექიმის და მე იქნება წავიდე. ესეც მორჩა მასობაში. აი ეს თი მიყვარს, აი, ნახეთ. ესეთი მიყვარს მეც და უბრალოდ კარგად.
სვერმიშელი გოგოებო ღირს ირთილარი. მაკარონი ცამისი და რა ვიცი ცუდი არ არის თან. რა თქვა რომ ცუდი არ არის, ცუდი ნორმალურია. 10 წუთი უნდა 7-დან 10 წუთამდე უნდა ხარშვა. ავედი ახლა ამას ამოვუყეთ იჭებს აბინები კიდე შინდელი ბინები ცოტა შეგრილდეს სერგული გქონია ეს არის გოგოება გუშონი მოხაშული მეგონა და მოსახალში ყოფილა გავხსენით და მოსახალში მოსახალშიო დედაო არ გიყვარსო ჩვენო მოსახალშიო და ბარაკა იყო მოხაშული იქ ბარაკა არ ვიყიდე ეს ფასდაკლებაში იყო და ვიცით რომ კარგია ეს უფრო ფასზე ხო ეტყობა მაგრამ ყოფილა მოსახალში არის ძალიან ბევრი ბოლომდე შევჭამო 2 საათია და ყავა მარტო ყავა რა არის It's so ხდება. და ლავისას რატო ველოდეთ იცით? იქ ცხოვრობს. დინისუჩი ექიმი ადამიანიც უნდა იყოს. ხო და ლარისა არის ეგეთი. წავედი გოგოებო. იმაკ დროებით მიყვარხათ გაკვეთით.